გუშინ ბევრმა თქვენგანმა ალბათ გადართო, ან გადმოხთოთ, უბრალოდ ასე ვიტყვი, TV ფორმულაზე და TV ფორმულაზე ნახა დაკრძალვის ცერემონიალი და მოусმინა ავტორს ამ რეპორტაჟისა, ავტორის გადაცემისა ირაკლი კიკნაველიძეს, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა უკვე შემდგომ ან პარალელურად, მათ შორის მეც საჯაროდ შეაქო, ზოგმა დაუწერა კედელზე, ვოლზე, Facebook-ზე, საამაყო კაცი ხარო, ეს არის მოკლე შინაარსი, მადლობაო, ესეც მოკლე შინაარსია, ზოგმა პირადში ისწერა, დარწმუნებული ვარ. მართლაც ირაკლი კიკნაველიძეს ერთი აქცენტიც კი არ დაუსვამს არასწორად. ერთი სიტყვაც კი არ გაქცევია. პოლიტიკური ზედმეტი კი არა, საერთოდ შეფასება არ გაუკეთებია. ერთხელაც არ ამოუსუნთქავს ისე, როგორც არ უნდა ამოესუნთქა. ზეკვალიფიციურია, მოსდის ეს სიტყვები, ცოდნა აქვს აშკარად და ამგვარი ჟურნალისტები გვჭირდება ჩვენ ქართულ მედიაში, ავტორები გადაცემებისა. ირაკლი კიკნაველიძე საამაყო კაცია, ასე ვიტყვი. მასე ვიტყვი კიდევ ორ სიტყვას რამდენიმე წუთში, მანამდე კიდევ ერთი ჟურნალისტი რომ არ ვახსენო, არ შეიძლება. ეს არის ტაბულას რედაქტორი ლევან ნათეოს სუთიძე, ახალგაზრდა კაცი, რომლის სვეტები, სტატიები, სტატუსები ერთმანეთზე უკეთესია და ძალიან კვალიფიციურია. აი ეს ორი პირი, ირაკლი და ლევანი, ერთმანეთის მეგობრები და ოდესღაც კოლეგები, აი გვახარებდნენ, ზეკვალიფიციურ ანალიზს გვაწვდიდნენ, ინფორმაციას სრულყოფილს გვაწვდიდნენ, სწორს, მუდმივად ასწორებდნენ სხვათა არასწორად წარმოთქმულ სიტყვას, ასწორებდნენ თავის დაუნებურად, არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ვინმეს უსწორებდნენ, არამედ აი საზოგადოების ინფორმირებას ახდენდნენ აბსოლუტურად მართებულად სწორად, კარგად, საუკეთესო. ერთსაც და მეორესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ, ცხადია. ირაკლი კიკნაველიძე ამ მიმართებით ჩვენ გავიცანით, არ მინდა შემეშალოს და ხუთშაბათს, კი არა, პარასკევს მის ეთერში ფორმულაზე და უკვე შემდგომ გიორგი თარგამაძის ფორმულაში. გიორგი თარგამაძის ფორმულაში სწორედაც რომ პარასკევს გაკეთებული აქცენტები მინდა გაგაცნოთ, შემოგთავაზოთ, გაგახსენოთ ირაკლი კიკნაველიძისა ერთ თემაზე, ერთი მიმართულებით, ამ თემაზე ერთი მიმართულებით და გზა და გზა შევჩერდები ხოლმე და განვმარტავ, არა იმას, რაც ამბობს ირაკლი კიკნაველიძე, არამედ ჩემს მოსაზრებებს შემოგთავაზებთ იმ თემაზე, რასაც ირაკლი კიკნაველიძე აანალიზებს და დავამატებ, ან შევავსებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვაღიარებ, ჩემი ცოდნა კვალიფიკაცია ამ მიმართებით შეუდარებლად დაბალია, ვიდრე ხსენებული ავტორისა. ესე იგი საუბრობენ თარგამაძე და კიკნაველიძე პატრიარქის გარდაცვალებაზე, პატრიარქის წვლილზე, როლზე, მასშტაბზე, საქმეებზე და ერთი საინტერესო საკითხი წამოიჭრა ავტორებს, ან ავტორსა და თანაავტორს, ავტორსა და რესპონდენტს, თუ გდებავთ ამ შემთხვევაში რესპონდენტს, შორის ეს არის პატრიარქი და საგარეო ურთიერთობები. პატრიარქი და გარე სამყარო, თუ გდებავთ ვთქვათ ასე. 70-80-იანებზე ის მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ეკლესიისათვის გაეხსნა, რაც შეიძლება ფართოდ კარი, რომ საქართველოს ეკლესია დაკავშირებული ყოფილიყო ამ სოფლიო ეკლესიასთან, მათ შორის ბოდიში უაღრესად წარმატებული იყო ამ წელს. უაღრესად წარმატებული იყო კი, მაგრამ აბსოლუტურად მართლაც ჩაკეტილი, აი საშინელ მდგომარეობაში ყოფი არსებულია 77 წელს, მათ შორის ამ მიმართებითაც, ამ კუთხითაც საქართველოს ეკლესია კათოლიკოსი ეფრემის დროს, კათოლიკოსი დავითის დროს, მანამდელ პერიოდშიც კალისტრატე ცინცაძის დროსაც და კალისტრატე ცინცაძის შემდეგაც, ასე ვიტყვი, იზოლაცია ხო არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც საეგზარხოსო ვართ, ეს მძაფრი შეფასებაა ბესმის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ავტოკეფალია მოგვანიჭა მან სტალინის პერიოდში, არ განიხილავს საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელ სუბიექტად, არ უყურებს ასე და გარღვევა გარდაულა აუცილებელია. პატრიარქი 77 წლის დეკემბრის მისვლა ხდება პატრიარქი 78 წლის დასაწყისიდან ის სრულ ძალმოსილებაში
შედის აღასრულებს საკუთარ ფუნქციას და მისი მთავარი ფუნქცია არის რომ მათ შორის საკვირველია მრევლის მომრავლება, ეკლესია მონასტრების აღხსნა, აღდგენა, საკვირველია სწავლა განათლების გაცემა, წოდნის გაცემა, თუმცა ძალიან ძნელია, არა გაქვს არანაირი მემკვიდრეობა პრაქტიკულად, არანაირი აკადემიური ცოდნა არ გაქვს და ამიტომაც ის პრინციპში რაც მოხდა უკვე შემდგომ, როდესაც დაბალი კვალიფიკაციის პირდაპირ მნიშვნელობით დაბალი კვალიფიკაციის სამღვდლო პირები მივიღეთ ჩვენ 80-იანებში და 90-იანებში მით უფრო ეს იმის ბრალიც არის რომ შენ ცოდნა როგორც ასეთი არ გქონდა მიუხედავად იმისა რომ სემინარი აკადემიაში აღმოაჩენდი განსაკუთრებით დაწყის პერიოდში აღმოაჩენდი შექმნიდან საწყის პერიოდში აღმოაჩენდი რამდენიმე მნიშვნელოვან და სერიოზულ თეოლოგს ცოდნეკაც განა არა მაგრამ გავლენები რუსული მაინც დიდია და რუსეთი ცდილობს ხელის პათოს. მაგრამ კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია, რაზეც ირაკლი ამახვილებს ყურადღებას, ეს არის საგარეო კუთხით ჩვენი დეიზოლაცია. და აი დეიზოლაცია კი პატრიარქს მართალია ირაკლი, არა თუ არ გამოუვიდა, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტომოსი მივიღეთ. ამ ცდილობას არ აკლებს 78 წლიდან 90 წლამდე პატრიარქი ილია მეორე რომ ჩვენი ავტოკეფალია აღიარონ დაადასტურონ, მოდი ასე ვიტყვი, მსოფლიო პატრიარქმა. ამის შემდეგ საქართველოს ეკლესია მიდის მაინც იზოლაციონიზმის გზით, რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს განსაკუთრებით 2000-იანი წლებისდან და განსაკუთრებით 10-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ანუ 2017 წლიდან, როდესაც პატრიარქი დაუძლურებული ხდება. თუმცა მანამდეც 90-იან წლებს, რამდენიც მახსოვს ირაკლი არ იხსენებს, მაგრამ ჩვენ გამოვედით მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან. რომელშიც ვიყავით და არ ვიყავით მეორე და მესამე პოზიციებზე. აქვე ვიტყვი, ხმამაღლა და ღიად. და გამოვედით, მოდი ასე ვიტყვი, იმის გამო, რომ არასწორად დათმო, ალბათ მაინც ასე ვიტყვი, საქართველოს პატრიარქმა იმხანად ოპონენტების სასარგებლოდ, აქაური ოპონენტების სასარგებლოდ და დათმო პრაქტიკულად ყველაფერი. თუ იზოლაციიდან 60-იან წლებში აბსოლუტური იზოლაცია იყო მაშინ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რომ მიიღეს საქართველოს ეკლესია, ეს იყო საოცარი ამბავი, იმიტომ რომ აი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მიღება საქართველოს ეკლესიისა იყო საოცარი ამბავი, მაგრამ ასევე საოცარი როგორც უარყოფითი კონოტაციით ახლა უკვე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მაშინ 90-იან წლებში მე ერთგვარად ვუჭერდი, გულახდილად ვიტყვი, მხარს ვურთიერთობდი რა იმ ადამიანებთან, რომლებიც უბიძგებდნენ საქართველოს საპატრიარქოს გამოსვლისაკენ, მე ვუჭერდი მხარს გამოსვლას, მე ვამბობდი რომ მსოფლიო საეკლესიო საბჭო, ეკლესიოთა მსოფლიო საბჭო უნდა დაეტოვებინა საქართველოს საპატრიარქოს. ეკუმენური მოძრაობა, ამგვარი პიარიც იყო მაშინ, სად იყო ეს ასეთი გაძლიერებული პიარ საშუალებები, მოძლიერებული საშუალებები როგორც ასეთი, მაგრამ მე მაშინ ვუჭერდი მხარს გამოსვლას მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან და ეკუმენური მოძრაობიდან. რასაც ამ რამდენიმე მონასტერი გაუწია წინააღმდეგობა საპატრიარქოს, რასაც საპატრიარქო დაჰყვა. მაგრამ მათ შორის ჩხუბი კონფლიქტი მაინც გაგრძელდა. მათ შორის პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ბარძიმში ნუღარი ხსენიებ იმ ეკლესიებს, რომლებიც სოფლიო საეკლესიო საბჭოში რჩებიან, ამას ეს უსაყვედურა მერე უკვე სქიზმის მსურველმა განხეთქილების მსურველმა იმ ჯგუფმა, რომელიც 90-იან წლებში აუხტა პატრიარქ ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს, ეს უკანასკნელი კვლავ მეორე დაჰყვა ამ მოთხოვნას, დაუჯერა, იძულებული იყო თუნდაც ასე ვიტყვი. ეს არ არის ერთ-ერთი, ეს არის თავარი ეპიზოდი, ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი იზოლაციონიზმისა და ირაკლი სხვა ეპიზოდებზეც ამახვილებს ყურადღებას. ხედავთ ეს ყველაფერთან წინ უსრევდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ეს აქედან ამ რაღაცა მინიმალურიდან მიიყვანა ტომოსის მიღებამდე. ეს დიდი სამუშაო იყო ძალიან, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლი მაშინ გვეუბნებოდა, რომ აი ვაღიარებთ თქვენს ავტოკეფალიას, მაგრამ აი ახლა ვაღიარებთ თქვენს საეკლესიო საბჭოთან განმარტავ. საეკლესიო საბჭოდან გამოსვლა 90-იანი წლების შუა პერიოდია, 97 თუ არ ვცდები, თუ 96 და ტომოსი ჩვენ მივიღეთ 90-იანი წლების დასაწყისშივე. ამიტომ ჯერ უსწრებს ტომოსის მიღება, მერე დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს მთლიანად და მერე გამოსვლა მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან.
ალიას არა ეს ისტორიული ავტოკეფალიის დადასტურების ტომოსი იყო ეს კიდე სხვა მასშტაბის დოკუმენტი ამ ხრივ მის მოწმენდესობამ საოცარი პრინციპულობა სიჯიურე და შრომის უნარიანი ხო შრომის უნარიანი გიორგი მართალია და ირაკლის მართალია და გიორგიც ორივენი რომ ილია მეორე იყო საოცრად შრომის უნარიანი და რასაკვირველია ძალიან ჯიუტი ადამიანი ირაკლი კნაველიძე გუშინდელ თუ გუშინწილდე თავის რეპორტაჟში ამბობს რომ პატრიარქიო რომელსაც შეეძლო რომ მოითხოვა ეტლი და ეტლით გადაადგილება ასე მაგალითად სამების ისა და კათედრო ტაძარში ჯიუტად პრაქტიკულად ვეღარ გადაადგილდებოდა ფეხს ვერ ადგამდა ზედაპირს მაგრამ აი ესე ხელით ის დაცვა რომელიც მე ძალიან და საოცრად დაიტირებს მართლაც ყველა ვნახეთ ეს კადრები დაცვის ცრემლი რომ მოსდით დაცვის იმ ბიჭების კადრები ვნახეთ ჩვენ დაცვა ყავარჯენები შეეხიდებოდა ხოლმე შეეყუდებოდა ხოლმე პატრიარქს და პატრიარქი რომელსაც ნაბიჯსაც ვერ დგამს ზედაპირზე იმდენად დაუძლურებულია იმდენად ჯიუტი პატრიარქი ასე მიდის ის არ უნდა ენახათ დავრდომი მერაბ კოსტავა რა შუაშია ახლა თუ არ ვწდები და არ ვწდები ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს როდესაც მეო ჩავაკითხეო გადასახლებაში ყოფ მერაბ კოსტავას იქო გამოიყვანესო და ახალნაში მშილარი იყო და ძლივს გადაადგილდებოდა და ჯანსუღ ჩარკვიანი და მეორე პირსაც გავიხსენებ პრეზიდენტი ყოველ შემთხვევაში ჩვენო ესე შევეხიდეთო შევეყუდეთო ყავარჯენები ვითო თუ არ ვწდები ასეთ წერს პოეტი ჩარკვიანი და მერაბ კოსტავა გითხრდა იქნა რუსი მოდისო რუსი ბადრაგის თანამშრომელი სავარაუდოდ და ზუსტად მახსოვს რომ ბადრაგის თანამშრომელზე ამახვილებს ყურადღებას ჯანსუღი და მერაბ კოსტავას ვთქვამს რომ ხელი გამიშვითო მეო არ უნდა დამინახოს რუსმა რომ ასეთი დავრდომილი ვარო აშუაშია პატრიარქის თითქოს ასე იყო არ უნდა დაენახა მრევლს პატრიარქის აღქმით რომ ის დავრდომილი იყო ის გაუძლურებული იყო ხა მერაბ კოსტავა უბრალოდ ვახსენე ჩვენ მაინც ლაპარაკობთ პატრიარქ ილია მეორესზე და არც მის სიუჯიუტეზე არ ლაპარაკობთ იმაზე საგარეო ურთიერთობების კუთხით საქართველოს საპატრიარქო პრინციპში პატრიარქმა პრინციპში როგორ ვერ დასძლია ის სირთულეები და პირიქით არა თუ ვერ დასძლია არამედ იზოლაციონიზმისკენ სამწუხაროდ წავედით არა ჩვენ გვჭირდება სწორედაც რომ დეიზოლაცია ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან დასავლურ მართლმადიდებლურ სამყაროსთან რასაკვირველია და არა რუსულთან ნაკლებად რუსულთან და რუსული გავლენების მქონესთან რომელიც დასავლეთში არის და აგრეთვე მოდი ესე ვიტყვი პარალელურ კონფესიებთან ქრისტიანობის სხვა განშტოებებთან კათოლიკებთან პროტესტანტებთან კათოლიკებთან რასაკვირველია რომთან გვჭირდება ჩვენ ხო ჩვენ გვჭირდება დასავლეთის სამყაროში არსებულ ყველა კონფესიასთან ურთიერთობა მეტი ცოდნის მეტი ეს არავინ მეტი ცოდნის მეტი განათლების მეტი ინფორმაციის მეტი კავშირების დამყარების მიზნით ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ წაგვართმევს ვინმე მართლმადიდებლობას შეეშვით ამ ბოდვებს მაგრამ არ უარყოფითი კონოტაცია შეიძინა ამ სიტყვამ და ამიტომ ვფიქრობ ვახსენოთ თუ არა მაგრამ მაინც ვახსენებ ჩვენ გვჭირდება მეტი ეკუმენური ურთიერთობა არ ნიშნავს ეს მაინც და მაინც ერთობლივ წირვა ლოცვას და თავქვე დამხობას მაინც და მაინც მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი დასავლეთი ისე რომ ჩვენი იდენტობა როგორც მართლმადიდებლური იდენტობა როგორც ასეთი არ წაიშალოს არ ამოისპოს მაგრამ უნდა შემოვიდეს დასავლეთი ჩვენ სივრცეში მთლიანად და ეს უნდა იყოს მუდმივი ურთიერთგაცვლა აზრებისა მუდმივი დაახლოების ცდილობა სამწუხარო ამბავია ხა ვეღარ უსმენ ირაკლის და გიორგის ხო სამწუხარო ამბავია რომ საქართველოს საპატრიარქო ვერ წავიდა ამ გზით ვერც 90-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც ჩვენ გამოვედით მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან ტომოს მიღებული და საქართველოს ავტოკეფალია აღიარებული ქვეყანა ვართ უკვე. ნაცნობი აღიარეთ და წანით, ხო? მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა საქართველოს ავტოკეფალია 1811 წელს წართმეული. ეგრა მაგის პასუხია. სხვა ავტორს გავიხსენებ, TV პირველზე თეადიშვილთან იყო დათო ტურაშვილი. ნახეთ ეს ვიდეოც ნახეთ, კიკნაველიძის რეპორტაჟიც ნახეთ, სერგო ვარდოსანიძის რეპორტაჟიც ნახეთ. ხო, რომელსაც არაჩვეულებრივად მიხავდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თუ არ ვწდები და არ ვწდები, ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის სწორედ ამ დაკრძალვის ცერემონიიდან მას ჰქონდა რეპორტაჟი და სწორ აქცენტებს სვამდა ბატონი სერგოს. გასაკვირველია ის ისტორიკოსი კაცია, ჩემი პედაგოგი იყო პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში.
და მცოდნე კაცი არა საპატრიარქოში მუშაობდა და ერთ-ერთი ინსტიტუტის რექტორის იყო ამ ცოტა ხნის წინ და მცოდნე კაცია გიგითხარი და ბევრი ამბის მცოდნე კაცია ისტორიული ამბებისა მკვლევარია ასე მაგალითად პირველი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე კალისტრატის სინცაზის ჩათვლით ხო მეხუთე პატრიარქის ცხოვრებისა და სხვებისაც ასაკვირველია ხო მასაც მოусმინეთ ირაკლის მოусმინეთ რა ტურაშვილი იყო ტევე პირველზე ტურაშვილმა დათომ გაიხსენა ემოციური კაცია სულ ნერვიულობს ყველაფერზე ხო და ყველა ვიცით რომ ნერვიულობს ყველაფერზე აბსოლუტურად ასე ვიტყვით დათო ტურაშვილმა გაიხსენა 1811 წელს ხო აგვართვის ეს ავტოკეფალია დედა ხო უტირეს ჩვენს ეკლესია მონას რა უნდა და რუსეთს რომ აბოეძირკვა შენი იდენტობის თვალსაჩინოება ხო შენ არ ქონდა საპატრიარქო შენ არ ქონდა შენი ეკლესია შენ არ ქონდა შენი ტაძარი შენ არ ქონდა შენი წირვალოცვა ყველაფერი შემოუშვეს რუსები პირველი ეგზარხოსი იყო ქართველი და ქართველი მართლაც ქართულ გვარიანი რუსი ხო არის უარესი ვიდრე რუსულგვარიანი რუსი ამ სიტყვებით არ უთქვამს მაინც და მაინც დათოს მაგრამ ასეა ეს ხომ რეალობაა ჩვენ სინამდვილეში ასე არ არის რა და მე ყველა ვინც შემოვიდა ეგზარხოსად იყო ბანდიტი რომლებმაც გაზიდეს და გაზიდეს ჩვენი სიმდიდრეები თუმცა უკვე კომუნისტების დროსაც გაზიდეს და კომუნისტების დროს ქართველებმაც გაზიდეს აი ესეც უნდა ვთქვათ ისინიც ქართულგვარიანი რუსები იყვნენ მაგრამ ეს პირდაპირ იდენტიფიცირებულნი თუ მიკავშირებულნი ზოგი მათგანი მაინც არ იყო კომუნისტურ ხელისუფლებასთან მოკლედ ამ თემაზეც ვლაპარაკობ დათოსაც მოусმინეთ მერქი და ახლა კიდევ ირაკლი და გიორგის მონოლოგის დიალოგის ერთი ნაწილი მოიჩინა და ამ თვალსაზრისით მის დამსახურება არის ისტორიული საქართველოს ეკლესიის. აქედან აი შემოტრიალდა რაღაცნაირად ეს ყველაფერი და მეორე მიზეზის გამო და მათ შორის თავარი იყო რუსული საეკლესიო წრეების გავლენების გამო ეკლესიის შიგნით ჩვენ ეკლესიის შიგნით მთელი ამ სოფლახქმის გამო რასაც აი ამ სოფლახქმას და რუსულ გავლენებს ეკლესიაში ვაგლახდა სამწუხაროდ პატრიარქი ილია მეორე ეს უნდა ვთქვათ ეს რამით კი არ აკნინებს პატრიარქი ილია მეორეს მაგრამ ვერ მოერია პატრიარქი მეტწილად თუ გნებავთ ასე ვიტყვი ამ რუსული გავლენების გამო რუსეთი დღეს საქართველოს საპატრიარქოში ძალიან ძლიერია ან საკმაოდ ძლიერია და წინა ვიდეო ბლოგში ვთქვი რომ კი მიყუჟულნი იყვნენ რუსების 80 კაციანი დელეგაცია კედელზე აკრულები იყვნენ და არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა და სწორად მოიქცა საქართველოს საპატრიარქო რომ პირველ მტკმელი ან თავარი ფიგურანტი გახადა ბართლომეოსი მსოფლიო პატრიარქი რომელსაც აქვს უცუდესი ურთიერთობა დღევანდელ რუსეთის საპატრიარქოსთან სწორად მოიქცა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რუსეთი რევანშისთვის არ ემზადება რევანშს არ ეცდება ამ კონკრეტული დღის ნაგზალვა დღეს მისი უკანა პლანზე გადაწევის გამო და საერთოდაც ამას ჩაყლაპავს კიდევ საერთოდაც საქართველოს ეკლესიაში რომელიც დაობლდა და პატრიარქი აღარ არის ესოდენ სერიოზული ავტორიტეტი პატრიარქი აღარ არის ცოცხალი რომელიც ავტორიტეტი იყო მათ შორის იმ ბანდიტი კირილ გუნძიაევისთვისაც უბოდიშოთ ხმას არ სცემდნენ მიუხედავად იმისა რომ მას სრული ტიტულატურით არ მოიხსენიებდნენ და ამითაც აყენებდნენ შეურაცხყოფას რუსეთი ამ დაობლებულ ეკლესიაში კიდევ უფრო მეტ ინტერვენციას ეცდება რომ ვიცოდეთ მაინც ამიტომ პატრიარქი მომავალმა პატრიარქმა რა უნდა გააკეთოს ბევრი სამუშაო აქვს არ გეგონოთ რომ მხოლოდ მემკვიდრეობა დატოვებული პატრიარქი ილია მეორის მიერ საკმარისი იქნება იმისთვის რომ კარგად მართოს ან საუკეთესოდ მართოს საპატრიარქო პირიქით რაღაცა აღარ არის ფიზიკურად ცოცხალი ილია მეორე ახლა მართვა გამგეობა საპატრიარქოსიან ეკლესიისა ყველა მიმართულებით გაუჭირდება ნებისმიერ ახალ პატრიარქს მით უფრო რომ კვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას წესით უნდა გადადგას მან კვეთრი და დასავლური დასავლური ნაბიჯები არის დასავლეთთან ბართლომეოსთან მათ შორის მეტი ინტეგრაცია ეს არის ეხლა ღიად ვლაპარაკობ კონკრეტულად ვლაპარაკობ ეს არის გადაწყვეტილება სწრაფად მისაღები უკრაინის ტომოსის ცნობის თაობაზე და თქმა დაახლოებით შემდეგი სიტყვებისა პატრიარქი ილია მეორესაც უნდოდა რომ ეცნო საქართველოს უკრაინის ტომოსი უკრაინის ავტოკეფალია ამას ან იტყვიან ან არ იტყვიან შესაძლოა არ თქვან შესაძლოა თქვან არ უნდა გამოვიდეს ისე რომ პატრიარქს არ უნდოდა და ვინმე სხვას უნდა პოლიტიკური თვალსაზრისით არ შეიძლება ეს, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საქართველოს მომავალმა კათოლიკოს პატრიარქმა ის გამოძერწავს.
ერთ შტრიხს, ერთ მხარეს საკუთარი თავისა იმ უხეშად 10, 15, 20, 25 წელი ამდენი წელი შეიძლება იყოს პატრიარქი, ხო? ვთქვათ 25 წელიწადი. ამ 25 წლიან საკუთარ კარიერაში. ეს ერთი. თუმცა ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ამის გამო პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებთ, მაგრამ ნაგანს გადატენის ბიზინა ივანიშვილი. ანუ გაგიჟდება ამის გამო. მაკაროვს გადატენის. ეს ერთი. მეორე, დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. მეორე, საქართველოს მომავალმა პატრიარქმა, უკვე აღარ გავაგზავნეთ, მადლობა გადავუხადეთ ირაკლის პირველ ყოვლისა. საქართველოს საკამამავალმა ეკლესიამ, საპატრიარქომ, ხო, პატრიარქმა კონკრეტულად. უნდა დაიჭიროს ანტისამთავრობო პოზიციები, უფრო მკვეთრფერა უნდა იყოს საქართველოს საერო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, de facto ხელისუფლებასთან შემეული გაგებით, მაგრამ ისინი ხო ვერ უწოდებენ de facto ხელისუფლებას. ამიტომ de facto იქნება თუ de facto-ა თუ de jure უნდა უთხრან, რომ აი პატიმრების შეწყალებას პატრიარქილია მეორე ითხოვდა. მართლაც ითხოვდა დათო ტურაშვილს გავესესხოთ ისევ და ისევ დეასთან ადეიშვილთან საუბარში ამბობს დათო ტურაშვილი, რომ მეო ვიციო რომ პატრიარქის ბოლო მოთხოვნა იყო პატრიარქის პატიმრების შეწყალებაა და პატრიარქს უშუალოდ როგორც დაუცნობებულ კაცს არ გაუხმიანებია, მაგრამ აი მე რომ არა ვარ სიმპათიით განწყობილი ვაღიაროთ ანდრია ჯაღმაიძე, ანუ შიოს კამანდამ და უშუალოდ შიომაც უთხრაო ანდრია ჯაღმაიძე ამბობს რამდენიმეჯერ ხელისუფლებასო. მე თქმას ხოთაშოვის წარმოვიდგენია ასე, არა ყურში ჩაჩურჩულება ირაკლი კობახიძისათვის თუ ბიძინა ივანიშვილისათვის თუ მიხეილ ყაველაშვილისათვის, არამედ ოფიციალური დოკუმენტის გაგზავნა. საქართველოს საპატრიარქო ითხოვს ან მოგთხოვთ ან მოგიწოდებთ ან რაღაც. მაგრამ კარგი, თუნდაც ყურში ჩაჩურჩულება ყოფილიყო, მაინც ჩაბუთვალოთ ეს შიო მუჯიც, რომელსაც მე არ ვემხრობი, ეს დადებით ქმედებად. ახალი პატრიარქი შიომუჯირი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, უნდა იყოს მკვეთრი და უნდა საერო ხელისუფლებას მოსთხოვოს, რომ გაანთავისუფლოს პატიმრები. წარმოუდგენელია ეს, რომ ასე უსამართლოდ დასჭილი ამდენი პატიმარი გვყავდეს ჩვენ. ხელისუფლება რას გააკეთებს, არ ვიცით, არ ვიცით კი არა, რეალურად არაფერს არ გააკეთებს, მაგრამ ამით გამოჩნდება, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუცია გადაფსიხდება ბიძინა ივანიშვილი. გასაკვირველია, მაგრამ კიდევ ერთხელ გადატენის მაკაროვს მეთქი, მაგრამ მაკაროვის ხვია ხანდახან მისამართოდაც ისვრის მეთქი თუ ვიტყვი ასე ფიგურალურად ნათქვამია ცხადია ეს, მაგრამ მაინც საგარეო ურთიერთობები, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა მეორე რამ აქვს გადასაწყვეტი მომავალ პატრიარქს, როცა იქნება ის და ვინც იქნება ის, რომ ვიცოდეთ მაინც. მადლობა კიდევ ერთხელ ირაკლი კიკნაველიძეს, მადლობა ნათეუს ლევან სუთიძეს და მადლობა სერგო ვარდოსანიძეს, მადლობა ნებისმიერ პირს, ვინც სწორ და მართებულ აქცენტებს სვამს იმ დროს, როდესაც ბევრს სიტყვა გაექცევა, მათ შორის მეც გამექცა, ვაღიარებ სიტყვა ამ მიმართებით. ცოტაზე ადრე ვთქვი, ვილაპარაკე თემაზე, ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ცოტაზე უფრო მძაფრად შევომე კრიტიკა, ცალკეული პირები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერს ასწორებ, მესიჯსაც ასწორებ, გზა და გზა და კარგია ეს. საქართველოს საპატრიარქო უნდა იყოს დეიზოლირებული, საქართველოს საპატრიარქო უნდა იყოს მჭიდრო მომავალში, უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობებში დასავლეთთან, დაუბრუნდეს ყველას თუ არა ბევრ ფორმა, ამდენიმე ფორმაც, პირველ რიგში ბართლომეოსთან და ბართლომეოსის ამ კლდეკაცის ყოფნა აქ მადასტურებელია, რომ დასავლეთი შენ ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო და მათ შორის რომის პაპის ეს ამგვარი სამძიმარი არ გიშვებს შენ ხელს, შენს ეკლესიას და მთლიან სახელმწიფოს. არ გტოვებს, რომ სულ სივრცეში ბოღმით წკდება პუტინი, რომელმაც ვერ გაბედა საჯარო სამძიმარი, ანუ გამოდი რა, გამოეთრიე და თქვი, რომ რაღაც საბალეზნუიო გრუჟინსკამუ ნაროდუ თუ რაღაც ეგეთი, ვერ გაბედა ამ დედასაიმას ქნებელმა კაცმა ამის თქმა. რუსეთს უნდა საქართველოს ეკლესია ეშმაკები რო ეპატრონებიან, ხო რუსეთი ეშმაკი ქვეყანაა, დაპატრონება საქართველოს ეკლესიისა შემოსვლა, ინტერვენცია, ოკუპაცია, ანექსია. ეს ბევრ რამეში გამოიხატება, რაც ხილულში და უხილავში. აი მაგალითად თუ ბერძნულად გალობა აღდგება, ეს რუსეთის ინტერესშია. ეხლა მე ახლა ნუ მალაპარაკებ თემაზე, მართლა ილაპარაკებენ ჩემზე მცოდნეები, ამ თემაზე დარწმუნებული ვარ, ვის უნდა
რომ ქართული საგალობლები ისევ და ისევ მეორე პლანზე გადავიდეს, საერთოდ აღარ იყოს ქართულად გალობა ქართულ ეკლესია მონასტრებში და იყოს ბერძნულად გალობა. ამაზე ილაპარაკებენ ჩემზე კვალიფიციური ადამიანები და თუ ილაპარაკებენ მე მათ ცხადი ავყვები, იმიტომ რომ მეც ორი რამე ვიცი ამასთან დაკავშირებით. ნახვამდის.